მოსამართლემ რეჟიმის 8 პატიმარი ზვიად ცეცხლაძე, ვეფხუია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გიორგაძე ციხეში დატოვა. ხელისუფლების დაკვეთა, როგორც გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრების ოჯახების წევრები და ადვოკატები უწოდებენ, ირაკლი ხუსკივაძემ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. პროდასავლურ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულების ხდომაზე უკვე აღარ იმყოფებოდნენ და არც მათი კერძო ადვოკატები. პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა ხდომის დიდ დარბაზში გადატანის მოთხოვნა. მცირე სივრცეში და უჰაერობაში 19 წლის პოლიტპატიმარი ცუდათაც გახდა. თუმცა ბახუტაშვილი დილიდან მუშაობს საქალაქოში, ის ესაუბრა რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს და ადვოკატებს და მათი პოზიციებით შეფასებებით გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ ლუკა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი დღეს 8 საათიანი სასამართლოს ხდომის შემდეგ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა, ისე რომ მის გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდაც არ გასულა. ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთი ღონისძიების სახე არ შეცვალა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთეს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, რომლებიც საქმეში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ადვოკატებმა დატოვეს ხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად. საზოგადოებრივ ადვოკატებს, ეგრეთ წოდებულ სახაზინო ადვოკატებს, საქმეში არსებული 5 ტომის მასალების გასაცნობად 2 საათზე ნაკლები დრო ჰქონდათ, თუმცა მათი შეფასებით საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება არ არსებობდა იმისათვის, რომ ირაკლი ხუსკივაძეს ეს გადაწყვეტილება მიეღო და რეჟიმის ტყვეები კვლავ პატიმრობაში დაეტოვებინა. როგორც უკვე გითხარით, სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს კერძო ადვოკატებმა, თუმცა ერთი ადვოკატი ნიკოლოზ ჯავახიშვილის უფლებადამცველი გურამ ავსაჯანიშვილი პროცესს ბოლომდე ესწრებოდა. გურამ ავსაჯანიშვილმა განახლებულ ხდომაზეც დააყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება, თუმცა ხუსკივაძემ განმარტა, რომ მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვები არ არსებობდა, შესაბამისად ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძის, ზვიად ცეცხლაძის, ინსაფ ალიევის, ვეფხუია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს ძალაში. განჩინების ასლები გადაეცა შესაბამის პირებს ოდარგამებს. განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გამოთანიდან 48 საათში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. ბრალდების მხარეს თითქმის არაფერი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი საქმეში, გინდა ჯავახიშვილთან მიმართებაში, გინდათ გიორგი გორგაძესთან მიმართებაში, ხარი მარტო დასკვნები, ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ექვსქვეშ აყენებს დაცვის მხარეს, ვინაიდან სახეზე არც ერთი კადის არ ჩანს, რომელიმაზე დაყრდნობით მიიღო ექსპერტმა გადაწყვეტილება, ამაზე დაყრდნობით სასამართლო აპელირებს, რომ ეს იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილი თუნდაც. მაგრამ რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ 6 დეკემბერს განიხილა პირველი წარდგენის ხმის მერე მიმდინარეობდა გამოძიება და გამოძიება დღემდე გამოძიებას ისეთი ახალი არსებითი გარემოება და ახალი მტკიცებულება მოპოვებული არ აქვს საქმეში და წარმოდგენილი დღესაც ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ, ასე რომ თითქმის საქმეში მტკიცებულება კი მტკიცებულებათა ერთობლიობაც კი არ არსებობს, რაზეც შეიძლებოდა სასამართლოს მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მათ გარეშე ჩატარდა, მათთან შეხვედრის გარეშე ჩატარდა აღნიშნული ხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც მიმაჩნია, რომ არის მათი უფლებების უხეში დარღვევა, მათ პოზიციის მოსმენა აუცილებელი იყო სასამართლოს მხრიდან და დაეყო მხოლოდ და მხოლოდ ოქს, რომელიც შედგენილი იქნა საბადრებო სამსახურის მხრიდან, რომელსაც არც ერთი ბრალდებული არ აწერდა ხელს, ამიტომ მის სანდოობაც ეჭქვეს დგება. სახაზინო ადვოკატი ჩაერთო საქმეში, სასამართლოს მოუთხოვე მასალებს რომ აძლევდა და შესაძლებლობას შუამდგომლობა დაეყენებინა, ეჩვენებინა წარმოედგინა ორდერი თუ ჰქონდა ადვოკატ წარმოდგენილი და სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტი არ ჰქონდა, ასევე სასამართლოს მოუთხოვე რომ მიმართვა ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით ასეთი დოკუმენტი თუ ჰქონდათ, ის დოკუმენტიც ვერ წარმომიდგენს. შესაბამისად სასამართლოს მხრიდან აღნიშნული ადვოკატის ნებისმიერ შუამდგომლობის განხილვა დაკმაყოფილება არის უკანონო. ასევე ბატონმა გიორგიმ, რომელიც ახლა სახაზინო ადვოკატია და იცავს, მოითხოვა რომ მომეცით შესაძლებლობა ამ პირებს შეუხვდა იქნებ საერთოდ არ უნდა რომ დავიცვა მეო და მოსამართლემ უპასუხა რომ მე ისინი უკვე მერვე დაწესებულებაში გავუშვი ციხეში და ეხლა უბრალოდ ფორმალურად ხდება პროცესის განხილვა.
მანამ სანამ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 8-ვე ბრალდებული დააბრუნდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ისე რომ ამის შესახებ არც კერძო ადვოკატებმა და არც მათმა ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ოჯახის წევრები ამის გამო პროტესტის ნიშნად სასამართლოს ხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნებულან, რადგან იქ ბრალდებულები აღარ იყვნენ და შესაბამისად არ დაელოდნენ პროცესის დასრულებას. ამ ყველაფერს მოჰყვა შეძახილები და ხმაური სასამართლოს ფოიეში, სადაც მანდატურის სამსახურმა და კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებიც მრავლად იყვნენ მობილიზებულები მთელი დღის განმავლობაში, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სასამართლოს შენობა დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის ეს გადაწყვეტილება უკვე ნათელი იყო, სანამ სხდომა დამთავრდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მსგავსი შინაარსის საქმეზე უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ სხვა პირები ასევე პატიმრობაში დაეტოვებინა. არ გვიშვებდნენ სასამართლოს დარბაზში და იყო პროტესტი, გამოხატვა მშვიდობიანი. მერე უცებ გაიცა ბრძანება, რომ გავეყვანეთ სასამართლოს შენობიდან და გავყავდით ხელისკვრით, ძალადობით და აი რა ვიცი, როგორც მათი სახლი ისე იქცევიან და ისე აქვს მორგებული სასამართლოს შენობა. ბრალდებულების ახლობლებმა უარი უთქვით სასამართლო დარბაზში ცირკის სანახავად შესვლაზე, ვინაიდან იქ არიან ადამიანები, სახაზინო ადვოკატები, რომლებსაც არ გააჩნიათ ორდერი და ისინი არ არიან არანაირი ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩვენი მეგობრებისა და რეჟიმის ტყვეებისა. ამავდროულად თვითონ დარბაზთან იდგა უფორმო ადამიანები, რომლებსაც ამბობდნენ, რომ თანამშრომლები იყვნენ, ისინი ფანჯრიდან უყურებდნენ ვინ და როგორ შედიოდა და გამოდიოდა. როდესაც ამაზე პრეტენზია გამოვთქვით, რომ ფანჯრიდან გაინტერესებდა ხუსკივაძე მოენა მიბრძანდა თუ არა ცირკის ჩასატარებლად, ჩვენ არ შეგვიშვეს. დაიწყეს ამ შემთხვევაში ჩვენზე ზეწოლა და გამოთხევა. მოიყვანეს ორი სახაზინო ადვოკატი, ისე რომ ბრალდებულებს არ კითხეს სურდათ თუ არა მოცემულ ადვოკატებს განეხორციელებინათ დაცვა მოცემული ბრალდებულების ორდერები არ ქონდათ. გარდა ამისა საქმის მასალებს არ იცნობენ. რაღაც 9 საათი დრო მისცა მოსამართლემ რამოდენიმე ტომი მასალებს რო გაცნობოდა. მით უმეტეს რომ ორდერის გარეშე იყვნენ მოსული. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს არანაირი სასამართლო ფაქტობრივად არ ჩატარებულა. ძალიან მინდა გულით და სულით მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახე ვიხილო აი ამ შენობაში, აი ამ მონებისგან დაცული რა, აი ამ მონებისგან. რომ თავიანთი თვითონ დაესწრონ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესს. ესენი არიან სულ ყველა მონები, ბიძინას მონები და დავიღუპეთ საერთოდ ასე ვფიქრობ. თუ ის კაცი კიდე დარჩება ქვეყანაში, ხო? აი ჩავთვალოთ, რომ საქართველოს აღარ არსებობს. დღეს სასამართლოს ხდომის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც აქ მოვიდნენ იმისათვის, რომ რეჟიმის უკანონო ტყვეებისთვის სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. ბრალდება 8-დან 3 უკანონო ტყვეს ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას, ხოლო დარჩენილ 5 ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხმაური და ადვოკატების ასევე ბრალდებულების პროტესტი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებას მოყვა, რომელმაც ხდომის დიდ დარბაზში გაგრძელების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმის, რომ ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა. ფიზიკურად შეუძლებელია. შექმნილი უჰაერობის გამო ადამიანები ცუდად ხდებიან, სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო ხდება და აი ეს თუ რამე აჭიანურებს პროცესს, ეს აჭიანურებს. ეს არის სასწრაფო დახმარების დასკვნა. ოფიციალური ოქმი, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჟანგბადის ნაკლებობის შედეგია, თუმცა მოსამართლე ირწმუნება, რომ სიტყვა უჟანგბადობა არსაც წერია. გადავარდეთ, რომ უჰაერობას უკავშირდება ბრალდებულის ცუდად გახდომა. დიახ. რატომ აპერილებთ არასწორად? ჩვენი ჯანმრთელობა არ გაინტერესება. ჩვენ ადვოკატებს აინტერესებს. არადა მცირე დარბაზში უჰაერობის გამო პროცესზე 15 წუთიანი ტექნიკური შესვენება თავად გამოაცხადა. შესვენება 15 წუთი.
თავადვე ხედავდა, რომ დარბაზში არა მხოლოდ დაკავებულთა გულშემატკივრები, არამედ თავად ბრალდებულებიც ვერ ეტეოდნენ. ნაწილი რამდენიმე საათი უბრალოდ ფეხზე იდგა, რადგან ბრალდებულთათვის გამოყოფილ სივრცეში სკამები არ ეტეოდა. საჭირო გახდა დამატებითი მაგიდების შემოტანაც, რომ ადვოკატები მაინც დამსხდარიყვნენ, თუმცა იურისტთა დიდი ნაწილი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებთან ადგილის არარსებობის გამო მისვლას და გასაუბრებას ვერ ახერხებდა. შესაბამისად, უჭირდათ მათი ინტერესების სათანადო დაცვა. ადვოკატებს არა აქვს სათანადო მუშაობის საშუალება, მაგალითად ერთ მერხზე 3 ადვოკატი იჯდა და ესეთი სიტუაცია და მართლა ვერ ხვდები, როცა შაბათია, ვიცით რომ უფრო დიდი დარბაზი თავისუფალია. რა პრინციპულია, რომ ეს უფრო დიდი დარბაზი არ იქნეს გამოყენებული. ისაც ხდება სასამართლო დარბაზში, ეს არანაირ სტანდარტში არ ჩდება, იმიტომ რომ საქართველოს საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ბრალდებულებს და პროცესის მონაწილეებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, რომ პროცესზე ისე მიიღონ მონაწილეობა, რომ ხელი არ შეეშალოთ. ანუ დარბაზიდან გამომდინარე, სადაც ადვოკატები ვერ ახერხებენ, რომ კომუნიკაცია დაამყარონ თავიანთი დაცვის ქვეშ ყოფილებთან, ასევე არის სრული ჰაერობა, ერთ-ერთი ბრალდებული გახდა ცუდად. თქვენ თავადაც ხედავთ, რომ არასამუშაო გარემოა, ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ. მიმაჩნია, რომ მაშინ, როდესაც შესაძლებლობა ტექნიკურად აქვს სასამართლოს იმისა, რომ ამ რაოდენობის ბრალდებულებიან საქმეზე მათი ოჯახის წევრების დასწრების შესაძლებლობა მიეცეს და არა მარტო ოჯახის წევრების მინიმუმის რაოდენობა ხალხის ვინც ესწრება დარბაზში ნორმალურად სუნთქვის საშუალება ქონდეს, ეს საკითხი არ უნდა იყოს განსახილველი და საკამათო როგორ უნდა გადაწყვიტოს სასამართლო. ოთახი, სადაც ხუსკივაძე 8 დაკავებული საქმეს განიხილავდა 20-მდე პირი ეტევა. არადა გვერდით სარიელი დარბაზი იყო, რომელიც 150 ადამიანზეა გათვლილი და გამართულია ტექნიკურად. წყალს არ გვაძლევენ, ჰაერს არ გვაძლევენ. ბაბუა ბიძები, ჩამოსული ბიძაშვილები და დარბაზში არ უშვებენ. არ შეიძლება მარტო ადამიანები არიან, ცხოველები ნამდვილად არ ვართ ჩვენ. არ ვიცი როგორ შევაფასო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დღეს საქართველოში აღარ არის მკვდარი სასამართლო. ეს არის ფსკერი სასამართლო. მოსამართლე ხუსკივაძე არის ფსკერს ქვევით. მოსამართლე ხუსკივაძე არის უგულო, ცივი, მკვდარი ადამიანი, როგორი სამართალიც არის ამ ქვეყანაში. გაჯიუდებულმა მოსამართლემ არაფრად ჩააგდო, დაკავებულთა თხოვნა, რომ ასე მაინც შეძლებოდათ ოჯახის წევრების დანახვა. გაძლევ პირობას მე თვითონ ავხოს უყოლას რომ იყოს სიწყნარე და უბრალოდ ყველა დაესწროს მინდა რა. შვილები მაინც დავინახოთ და ჩვენი ახლობლები მაინც დავინახოთ. მე მგონი ამის უფლება გვაქვს. მოსამართლის სიჯიუტის შედეგად პროცესზე მონაწილეობაზე უარისქმა მოუწიათ ბრალდებულებსაც და ადვოკატებსაც. საჭირო გახდა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახება, ვინაიდან დაკავებულთაგან 4 21 წლამდე პირია და 1 არაქართულენოვანი. დაცვის მხარეს მსურს პროცესში მონაწილეობა და მსურს არაადამიანურ მოპყრობის ფარგლებში კი არა, ადამიანურ მოპყრობის ფარგლებში ჩატარდეს პროცესი. განხილვამ 4 საათით გადაიწია, რათა ეპოვათ იურისტები, თუმცა 5-ტომიანი საქმის შესწავლას, რომ რამდენიმე წუთში ვერ შეძლებდნენ და ბრალდებულებს შესაბამისად ვერ დაიცავდნენ, ეს საგანგებოდ გამოძახებულმა ეგრეთ წოდებულმა სახაზინო ადვოკატებმაც აღიარეს. ჩვენ სრულად ვერ მოვახერხეთ. და მაინც დღეს უნდა გაიმართოს პროცესი და მიიღოთ მონაწილეობა. ახლა სასამართლოს უთხარი რომ ჯერ დრო გჭირდება თქო და მაგრამ სასამართლომ გითხრა რომ ობზანდითო და აქ დააფიქსირეთ პოზიცია და მოგცემთ კიდე დროსო და ვნახოთ. საქმის პროკურორები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პროცესზე აღნიშნეს, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვთ. ამის მიუხედავად კი დააყენეს შუამდგომლობა, რომ 16 იანვარს შეანიშნული პროცესი, სადაც ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ, 6 მარტამდე გადადებულიყო. ეს იყო ერთადერთი შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლე ხუსკივაძემ უყოყმანოდ დააკმაყოფილა. დაკავებულთაგან 3 ზვია ცეცხლაძე, სვეფხვია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვთ, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბორკილ დადებულები აგრძელებენ.